კი ბატონო, აუცილებლად. მოგესალმებით, მე ვარ ნინო აფსანძე, კომპანია ფრესკო ჯგუფის გენერალური დირექტორი. სანამ იმ მიზეზზე გადავიდოდი, თუ რატომ ჩავთვალეთ საჭიროდ საზოგადოდ გამოგვეტანა ჩვენი თემა სასამართლოსთან ურთიერთობის ჟურნალ ალიასთან მიმართებაში, გეტყვით ორი სიტყვით კომპანიის შესახებ. ფრესკო 2012 წლიდან შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და დღეს აქვს საკმაოდ დიდი 3 მსხვილი სუპერმარკეტი 3 სხვადასხვა რაიონში. ეს არის ვარკეთილი, მუხიანი და ურთაჭალაში გაიხსნა მესამე სუპერმარკეტი იანვარში. წლის ბოლომდე კიდევ საბურთალოზე, ჩუღურეთში და გურამიშვილის გამზირზე ხსნით 3 კიდევ უფრო დიდ სუპერმარკეტებს და თუ დღეს 350 ადამიანი მუშაობს ჩვენთან კომპანიაში და 20,000 მომხმარებელს ემსახურებით ყოველდღიურად, ეს რიცხვი გაორმაგდება უკვე წლის ბოლოსთვის. და მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანია არის საკმაოდ მაღალი სტანდარტების და ამას შეუარაღებელი თვალით შენიშნავს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან შემოვა და პირველი 24 საათიანი სუპერმარკეტებია ჩვენი, შესაბამისად 24 საათის განმავლობაში ვართ მომხმარებლის დაკვირვების ქვეშ და გამორიცხულია რაიმე თქვათ არაკანონიერის ან მომხმარებლის საზიანო რამის ჩადენა, რომ სუღია ვართ. 2013 წლის სექტემბერში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ჩვენთან მოვიდა მომხმარებელი, ეგრეთ წოდებული ჟურნალის ალიას ჟურნალისტი აღმოჩნდა თან, რომელმაც გამოაცხადა პრეტენზია იმას დაკავშირებით, რომ ჩვენთან კომპანიაში შეიძინა, ესე ვთქვათ, საკვებად უარგისი პროდუქტი. თუმცა ჩვენ როგორც ხდება ხოლმე ნებისმიერ სიტუაციაში და არა მარტო მომხმარებლის პრეტენზიის დროს, როდესაც 30,000-ზე მეტ დასახელების პროდუქციას ყიდი და ეს პროდუქცია ძირითადად არ არის ჩვენს მიერ ნაწარმოები, არამედ მოდის დისტრიბუტორი კომპანიების მიერ, ჩვენი ინიციატივით მუდმივად ვახდენთ შერჩევითად პროდუქტის შემოწმებას და სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრში შემიძლია თამამად ვთქვა და გადაამოწმოთ და პრაქტიკულად ვართ ერთადერთი ქსელი, რომელიც ესეთი ინტენსივობით მიმართავს მათ პროდუქტის ხარისხის შესამოწმებლად. ჩვენ იგივე მეთოდით მათაც მიმართეს სურსათის უნელობის სამსახურს და სურსათის უნელობის სამსახურმა მოწმეების თანდასწრებით იმავე პარტიიდან, რომელშიც იყო ის პროდუქტი, ამოიღო და გააგზავნა შესამოწმებლად. შემოწმებას პროდუქტის ხარისხის და მდგომარეობის რასაკვირველია ჭირდება დრო, მინიმუმ 1 კვირა. მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ხდება კომპანიის წინააღმდეგ იმიჯის შელახვის მცდელობა, რასაკვირველია ალიას მხარე ნამდვილად არ დაუცადა სურსათის უნებლობის პასუხს და 11 სექტემბერს, მაშინ როდესაც პასუხი მივიღეთ ჩვენ 24 სექტემბერს, რომ არანაირი პრობლემა ჩვენთან შეძენილ პროდუქტს არ გააჩნდა, 11 სექტემბერს დაიბეჭდა სტატია, რომელიც უბრალოდ ვფიქრობ ცილდება ჟურნალისტიკურ ეთიკას, იმიტომ რომ იქ იმდენად ეპითეტებით იყო ცხოველებთან საუბარი და იმდენად გადაჭარბებით იყო ყველაფერი გადატანილი, რომ ჩემი გაკვირვება გამოიწვია. არ მეგონა, რომ ჟურნალისტმა შეიძლება თავს ასეთი რამის გაკეთების უფლება მისცეს და ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი მედია და აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივ გარჩევებში ეს თემა არ გადაგვიტანია, მივმართეთ სასამართლოს. 6 თვის განმავლობაში ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაფერი არ გვიტყვავს და როდესაც მარტის თვეში მოვიგეთ სასამართლო, იმიტომ რომ ყველანაირი პირობა ამისი გარანტია იყო და ვითხოვდით პირველ რიგში ალიას მხრიდან ბოდიშის მოხდის იმავე მოცულობის წერილის დაწერას სტატიის გამოქვეყნება ჟურნალში და მეორე ეტაპი იყო თანხის მოთხოვნა. თუმცა თანხა სიმბოლურად მიუთითეთ თანხით და ჩვენ ალიას ხარჯზე გამდიდრებას ნამდვილად არ ვაპირებდით. და არც მაშინ, როდესაც ჩვენ ესე ვთქვათ, მოვიგეთ სასამართლო, ამითი კამპანია არ გვიწარმოებია და არც პრესკონფერენცია შეგვიკრიბავს და არც რეკლამის მცდელობა ქონია ჩვენი კომპანიის, იმიტომ ჩვენი რეკლამა, ჩვენი მომხმარებელია და ამ პერიოდში არათუ შეგვიმცირდა მომხმარებელი, არამედ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა.
25 აპრილს შემთხვევით შევამჩნიეთ სტატია, იგივე სტატია დაბეჭდილი ალიას ჟურნალში, ზუსტად იმავე სტატია დაკოპირებული, ოღონდ ამ სტატიას უკვე დაემატა მეორე სტატია, რომლითაც მათ ეჭვი შეაქვთ სასამართლოს კედილსინდისიერ და სამართლებრივ გადაწყვეტილებაში და კიდე ჩემი აზრია პირადად, რასაკვირველია ამას ჩემს ვამბობ მხოლოდ ეს არის უბრალოდ უკვე სასამართლოზე ზეწოლის განხორციელების მათეული გზა. აქედან გამომდინარე, რადგანაც მათ ამ გზას მიმართეს, ჩვენ ნამდვილად აღარ ვაპირებთ, რომ ეს თემა გქონდეს კულუარებში და სურვილი გვაქვს, რომ ნებისმიერი დეტალი იყოს საჯარო და თუ ეს პროცესი ისევ გაგრძელდება, ჩვენ ამ პროცესში მივყვებით და ეხლა ნამდვილად აუცილებლად და უპირობოდ მოვითხოვთ ალიასგან უკვე თანხის ნაწილში დაჯარიმებას, იმიტომ რომ სერიოზულად ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი იმიჯის შელახვას, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჩვენს მიერ მოთხოვნილი თანხით ჩვენ გამდიდრებას არ ვაპირებთ, სადაც ჩვენთვის ქველმოქმედებარი ქველმოქმედებისთვის და ნამდვილად აცხადებთ, რომ ამით ჩვენ არასოდეს პიარს არ ვიკეთებთ და იმ ფონდებთან, რომელთაც ჩვენ თანამშრომლობთ და ვეხმარებით, ისევ იმ ფონდებში წავა ის თანხა, რომელსაც ჩვენ ალიასგან მივიღეთ, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა რომ ეს თემა საჯარო გაგვეხადა, ამ ტრიბუნიდან მინდა რომ ყველას მოუწოდო რომ ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს მაქსიმალურად ესე ვთქვათ ვეცდებით გვყავდეს უფრო კარგად ხარისხიანად აწყობილი ბიზნესი, კმაყოფილი მომხმარებელი ჟურნალისტებს ალიას მოუწოდებთ რომ ეთიკის ნორმების ფარგლებში და თავისი პროფესიის ფარგლებში იმოქმედონ და თავისი საქმე აკეთონ, პოლიტიკოსებს პოლიტიკის კეთებას და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. უბრალოდ ჩვენ მიუხედავად ამ კამპანიისა, ჩვენ ვაპირებთ რომ შეიძლება თამამ განაცხადად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2 წლის განმავლობაში ესე სწრაფად განვითარებულ ბიზნესს მე საქართველოში ცოტას ვიცნობ და შეიძლება ეხა სხვანაირად ჩანს, მაგრამ მომავალ წელს ამ დროს როცა შევიკრიბებით, ნამდვილად ბევრად უფრო დიდი იქნება ფრესკო და ჩვენ გვაქვს სერიოზული პრეტენზია ვიყოთ ნომერ პირველი კომპანია რიტეილ ბიზნესში და იგივე ამ ჩვენი ბიზნეს მიდგომა არის შემდეგი, რომ ზოგადად ქსელში არსებული ბიზნესებისგან განსხვავებით ჩვენი მიწის შეძენიდან შენობის აჩენების ჩვენ თვითონ ვაშენებთ, ჩვენ თვითონ ყიდულობთ ტერიტორიას, ვაპროექტებთ, ვაშენებთ, ვასაქმებთ, არ გვაქვს იჯარები, არა გვაქვს საბანკო კრედიტები, ეს გვეძლევს საშუალებას, რომ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი, ესე ვთქვათ, მქონდეს და რეალურად ამისი ჩვენ არ ვაპირებთ რომ ვთქვათ დღეს გავაკეთე ბიზნესს და გუში მინდოდა მოგების მიღება, ამიტომ ჩვენ საკმაოდ გრძელვადიანი ბიზნესი გვაქვს, როდესაც ამდენ მილიონები იდება შენობებში, ეს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს არ არის ბიზნესი იმისთვის, რომ შეიფუთოს და მე 1-2 წელიწადში ვიღაცას მივყიდოთ, მე იმ კომპანიამ კიდევ ვიღაცას მიყიდოს და როგორც ხდება ხოლმე. ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ბიზნესში ვიმუშაოთ და მომხმარებას განსხვავებულად შევთავაზოთ რეალურად ნამდვილად დაბალი ფასები. კი ბატონო, ჩვენ ვითხოვდით პირველ რიგში. დიახ. 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 ჩვენ სასამართლოში, როდესაც მივმართლეთ სასამართლოს, ჩვენ ვითხოვდით პირველ რიგში მათ მიერ ბოდიშის მოხდის წერილის და იმ სტატიის გამოქვეყნებას იმ თემით, რომ მათი სექტემბრის 11 რიცხვში გამოქვეყნებული სტატია იყო არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული. ეს იყო ჩვენი ნომერ პირველი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნა იყო ჩვენ ვითხოვდით $1,000,000 მათგან საჯარიმო სანქციად. თუმცა ჩვენ როდესაც სასამართლოში მქონდა პროცესი, ჩვენ დავთანხმდით იმაზე, რომ მხოლოდ წერილის გამოქვეყნებით შემოვიფარგლეთ. მაგრამ როდესაც ალია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აქვეყნებს იმავე წერილს, იმავე ფორმატით და კიდევ უფრო ამატებს, ესე ვთქვათ, ჩვენ საწინააღმდეგო ქმედებებს, ჩვენ უკვე თანხის ნაწილს ნამდვილად მოვითხოვთ $1,000,000 აუცილებლად მოვითხოვთ და აუცილებლად მივიღებთ სასამართლოსგან იმ გადაწყვეტილებას, რომ ამ თანხას მივიღებთ და მოვახმართ იქ, სადაც საჭირო იქნება. ეს არის ჩემი